ყველა კი მეუბნებოდა კომენტარებს არ მიაქციო ყურადღება, იქ 1000 ადამიანი მოგწერს პასუხი არ გასცე ან არ წაიკითხო საერთოდ, მაგრამ რთულია რა. და ერთი ასეთი მესიჯი გავხსენე ჩვენი ამოფრჩალისგან, რომელიც მეუბნებოდა, რომ გამამხნევა, წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ შენ რამხელა წინააღმდეგობაც დაგხვდა გზაზე, სწორედ იმას ანიშნებს, რომ სწორ გზაზე დგახარო. ხო, ამ ადამიანს მინდა რაღაც უთხრა, უპასუხო. პირველ რიგში ძალიან სწორი რეცეპტი მოგცეს იმის თუ როგორ უნდა მიხვდეს სწორ გზაზე დგახარ თუ არასწორზე და კი როცა რაღაც წინააღმდეგობები ხდება, დიდი ალბათობით სწორ გზაზე დგახარ. მაგრამ მოდი ახლა შევადაროთ შენი, ასე ვთქვათ, რთული გზა და იმ ადამიანების, რომელიც ამ ბრძოლაში, პროტესტში აქტიურად არის ჩართული. ანუ შენ რაღაცა პრივილეგიები მიიღე, ანუ შემოთავაზებული რაღაც ფული, ხო, ანუ რაღაც საკრებულოში ადგილი, რაღაც პრივილეგია, კომფორტის შემოთავაზება მიიღე და ანუ ამის საპასუხოდ მიიღე ის, რომ ანუ ხალხი გაბულინგებს თურმე ესე იგი Facebook-ზე რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, აი როგორ იცი? ჩვენი ყოველდღიურობა არის ეს, ანუ ერთ ვიდეოს რო დადებ სადაც Facebook აკრიტიკებს და ცოტა ოდენო რაღაცა ბევრი ადამიანი ნახულობს, იქ ეგრევე ხდება ამ ტროლების დაორგანიზება და მოდის აი რა ვიცი როგორი ლანძღვა და შეურაცხყოფები, ნუ ეგ არის ჩვენ ჩვეულებრივი ყოველდღიურობა არის აქ და თურმე ესე იგი შენ იმის სანაცვლოდ რომ ეს კომფორტი მიიღე, რაღაცა მანქანა გეყოლება, კარგი ხელფასი გექნება, იქ რაღაცა რამე თუ დაგჭირდა, კოცები ხო გვერდში გეყოლება და ანუ პრივილეგიები მიიღე და ვაიმე თურმე ამის გამო გაბულინგებენ. კიდე როცა ჩვენ გარდა იმისა რომ ჩვენ ამ ბულინგის ჩვეულებრივი და პრობლემა და არ თუ იქ ჩვეულებრივად მიგვაჩნია ეს, გარდა ამისა ვიღებთ რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ხდება ჩვენი გვემტერება. ხო, ანუ ტოქსიკურები ხდები, ჩვენს ოჯახის წევრებს ექნებათ პრობლემები. იმის გამო აქტიურად ვარ ჩართული, რომ ხალხი რაც დაჯარიმებულია, რაღაც საბანკო პროდუქტებით, რა ვიცი, ცესხს ვერ იღებენ 21 საუკუნეში. ხო, ანუ ადამიანებს რა ვიცი, ცემენ, იჭერენ, ყველგან და ყველა ნაბიჯზე პრობლემები გვექნება და თურმე შენ ვაიმე ორი მესიჯი მოგწერეს და ანუ გითხრეს რომ რაღაცა უი არასთან